საქართველოს ევროკავშირს კიდევ უფრო დაშორდა კანდიდატის სტატუსი დღეს უკვე ფორმალობად იქცა. ისტორიაში პირველად საქართველოს გაფართოების ანგარიში ყველაზე კრიტიკულად შეფასდა. უდიდესი მასშტაბის დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობის მკვეთრი ეროზია, ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები. ასე აფასებენ 90 გვერდიან დოკუმენტში ოცნების პოლიტიკურ ქმედებებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები. 2 წლის წინ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ზეიმობდა, დღეს კი ჰერჩინსკის შეფასებით საქართველოს წევრობისგან უფრო შორს არის ვიდრე 2023 წელს. თუკი ვინმეს აქვს უკუსვლა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუტები, ასე პასუხობს პაპუაშვილი. ევროკომისიის დასკვნას, სადაც ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებენ დაუბრუნდეს დემოკრატიულ ჩარჩოებს და მოусმინონ საკუთარ ხალხს. იმის გამო, რომ ქვეყანა ოცნების მმართველობის პირობებში ევროპულ სტრუქტურებს ჩამოშორდა, პაპუაშვილი პასუხისმგებლობას არ იღებს და ამის ნაცვლად თავს ისევ ევროპელ პარტნიორებს ესხმის. უკრაინელებმა დროებით ოკუპირებულ ავდეევკაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დანაყოფის რუბიკონის შტაბ-ბინა გაანადგურეს. რუსი ოფიცრები და დრონების ოპერატორები, რომლებიც შტაბ-ბინაში იმყოფებოდნენ, ლიკვიდირებულები არიან. პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უწყვეტ სამხედრო გაწვევას ითვალისწინებს. ახალი რეგულაციების მიხედვით წვევამდელები სამხედრო სამსახურში გაიგზავნებიან წელიწადში 2 ჯერ.